იმ ფონზე, როდესაც დასავლური ძალების კონსოლიდაცია უკრაინის მხარდასაჭერად იზრდება, რუსეთი არ წყვეტს იერიშებს და ბომბავს ქვეყნის მთავარ ქალაქებს. ვითარება იცვლება სამხრეთ კავკასიაშიც, სადაც კრემლის გავლენების დასუსტების შესახებ ექსპერტულ წრეებში უკვე ღიად საუბრობენ. შავი ზღვის რეგიონში და არა მარტო აქ, უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბარს სტუმართან ერთად განვაგრძობთ. Euronews Georgia's კითხვებს უპასუხებს ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის ყოფილი მეთაური გენერალი ბენ ჰოჯესი. გამარჯობა ბატონო გენერალო, მოხარული ვართ რომ ჩვენს ტელეეთერში გმასპინძლობთ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და სამხედრო მხარდაჭერის გაზრდის შესახებ. თქვენ როგორ შეაფასებდით? რა გავლენა ექნება ამას ნატოს აღმოსავლეთ ფლანგსა და შეკავების საერთო სტრატეგიაზე? Well, of course, I am happy anytime we do something. რა თქმა უნდა, ყოველთვის მიხარია, როცა ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც უკრაინას დაეხმარება. განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება იმ უდანაშაულო ადამიანების დაცვას, რომლებიც თითქმის ყოველღამე იღუპებიან რუსეთის თავდასხმების გამო. We'll see what actually happens. ნახავთ რეალურად რა მოხდება მომავალში. გულისხმობ, რომ გარკვეული დრო სჭირდება პეტრიოტის უფრო მეტი სისტემის უკრაინაში შეტანას. როგორც თქვენ და თქვენმა მაყურებელმა იცის, ამ სისტემას დრონების შეჩერება არ შეუძლია. ასე რომ ეს პრობლემის მოგვარების მხოლოდ ერთი ნაწილია. ასევე ვერ ვიგებ, რატომ მისცა პრეზიდენტმა რუსეთს კიდევ 40 საათი დღე იმისათვის, რომ მოლაპარაკებებს დასნახდეს. რუსებმა ისევ ასობით დრონი გაუშვეს და უდანაშაულო უკრაინელები დახოცეს. აშკარაა, რეალური მოლაპარაკებების სურვილი მათ არ აქვთ. ამიტომაც ვერ ხვდები პრეზიდენტის ჩანაფიქრის არსს. ამ კონტექსტში საინტერესოა საქართველოს საკვანძო მდებარეობა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე. როგორ შეაფასებდით ბოლო გზავნილებს იმის თაობაზე, რომ საქართველო ევროატლანტიკურ ინტეგრაციას შორდება? რა რისკებს უქმნის ეს ნატოს? Well, the worst part is what it does for the young people of Georgia. The movement ყველაზე ცუდი ისაა, რომ ვიცით რა შედეგს მოიტანს ეს საქართველოს ახალგაზრდებისთვის. ქართული ოცნების მთავრობის მიერ დასავლური ინტეგრაციისგან დაშორება მხოლოდ საზიანოა საქართველოს ახალგაზრდებისთვის. მათთვის, ვისაც სურდა განათლების გაუმჯობესება, სამუშაო შესაძლებლობების ძიება, დასავლეთთან ბიზნეს კავშირები. სწორედ ისინი ზარალდებიან. რა თქმა უნდა, შავი ზღვის რეგიონში ნატოსა და შეერთებული შტატების ჩვენი ინტერესებით დაზიანდება. თუ კი საქართველო დასავლეთისკენ ორიენტირებული ქვეყნის ნაცვლად სრულად მოსკოვის გავლენის ქვეშ მოექცევა. საქართველო უკიდურესად მნიშვნელოვანი წერტილია კავკასიის რუკაზე. ის კარიბჭეა ევროპასა და ევრაზიას შორის. არ ვიცი, ოდესმე რომელიმე ამერიკულ ადმინისტრაციას სტრატეგიულად ბოლომდე თუ შეუფასებია. რამდენად მნიშვნელოვანია ეს? იქნებ შესაძლებლობა გაუშვით. Should Georgia continue to თუ საქართველო გააგრძელებს დისანცირებას ნატოსა და ევროკავშირისგან, რა ტიპის უსაფრთხოების ან სტრატეგიული ვაკუუმი შეიძლება წარმოიქმნას შავი ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში? What would be your recommendation for NATO's military portions? რა იქნებოდა თქვენი რეკომენდაცია ნატოსა და საქართველოს მოსახლეობისთვის? For Georgian society? Well, of course, your neighbors in Azerbaijan and Armenia. Ჩვენი მეზობლები აზერბაიჯანი და სომხეთი უკვე აცნობიერებენ, რომ რუსეთი კარგი პარტნიორი არ არის. They're moving away from Russia. ისინი კრემლისგან დაშორებას ცდილობენ. თურქეთიც, რა თქმა უნდა, ის უკვე ნატოს წევრია. I think that Georgia has to შესაბამისად, საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა, რომ პუტინის რუსეთის ბორკილდადებული ტყვე იყოს, თუ სურს განაახლოს დასავლეთთან ინტეგრაციაზე მუშაობა. Or do they want to resume their efforts? განსაკუთრებით ევროკავშირთან და არა მხოლოდ ნატოსთან. ეს არჩევანია როგორც ქართველი ხალხისთვის, ისე ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის, თუ რომელი მიმართულებით აპირებენ სვლას. Georgian people as well as for the Georgia Dream Party, what direction they want to go. ვიმედოვნებ, რომ იფიქრებენ იმაზე, რაც საქართველოს ახალგაზრდებისთვის იქნება უკეთესი. ასევე ვიმედოვნებ, რომ შეერთებული შტატები და სხვა ევროპული ქვეყნები კარს ღიად დატოვებენ და გააგრძელებენ საქართველოსთან თანამშრომლობას, რადგან რუკა არ იცვლება. Continue to reach out to Georgia because that map does not change. საქართველოს რუკაზე იმავე ადგილას რჩება და საქართველოს ახალგაზრდა თაობის ნიჭი და პოტენციალი სწორედ ისაა, რასაც ხელი უნდა შეუწყოთ. Georgia's young people
That's what we want to see prosper. In light of deepening და როდესაც ღრმავდება რუსეთის, ჩინეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის სამხედრო კოორდინაცია, მიგაჩნიათ თუ არა რომ სამხრეთი კავკასია, განსაკუთრებით საქართველო, უფრო ფართო გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში საკვანძო ლოგისტიკურ დერეფნად ჩამოყალიბდება ავტორიტარ აქტორებს შორის. Ever since my first visit to Georgia back in 2013, 2013 წელს საქართველოში ჩემი პირველი ვიზიტის დროს უკვე გაცნობიერებული მქონდა რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანა, რომელიც კარიბჭეა ევროპასა და აზიას შორის. ქვეყნის მდებარეობა შავ და კასპიის ზღვებს შორის ქმნის კავშირს აზიურ და ევროპულ ქვეყნებთან. ის შეიძლება დიდი ეკონომიკური დერეფანი იყოს, თუ შესაბამისი ინფრასტრუქტურა გვექნება და ქვეყნები ინვესტიციას ჩადებენ. მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში ხელისუფლებაში მყოფი ძალები ახლა ამას ეწინააღმდეგებიან. რუსებს ბუნებრივია არ სურთ რომ საქართველო ასეთ კარიბჭედ იქცეს, რადგან ეს მათ შავი ზღვისპირა პორტებს კონკურენციას გაუწევს. ვფიქრობ, საბოლოოდ ეს ხელისუფლება კრემლის პუტინის რეჟიმი ერთ დღეს მაინც ჩამოიშლება. ვერ ვიტყვი როდის, მაგრამ მათ სერიოზული ეკონომიკური პრობლემები აქვთ და უკრაინაში მიზნებს ვერ აღწევენ. But they're in big trouble economically and they are not accomplishing their goals in Ukraine. ასე რომ შესაძლოა რუსეთი დამარცხდეს, ან სულ მცირე ვერ მიაღწიოს თავის მიზნებს. Where Russia is defeated or at least fails to achieve its objectives. ირანი უკვე მნიშვნელოვნად არის დასუსტებული. ჩრდილოეთი კორეა იზოლაციაში აღმოჩნდება. თუ კი რუსეთი დამარცხდება. Isolated if Russia is defeated. შემდეგ კი ჩინეთსაც მოუწევს გადაწყვიტოს რა გააკეთოს და იმედია პეკინში დაინახავენ რომ დასავლეთს აქვს პოლიტიკური ნება და ეკონომიკური ძალა რომ გავლენა იქონიოს პროცესებზე. Sir, you mentioned seaports and გვენახსენეთ საზღვაო ნავსადგურები, კრიტიკული ინფრასტრუქტურული დერეფნები და ასე შემდეგ. ანაკლიასა და ბათუმს რეგიონში უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სამხედრო ან პოლიტიკური თვალსაზრისით, რათა ეს ობიექტები სხვადასხვა მტრული საფრთხისგან იყოს დაცული. Hybrid threats and foreign coercion. Well, I think the government has to think strategically about თავრობამ სტრატეგიულად უნდა იფიქროს ღრმა წყლის სპორტზე, რომელსაც შავი ზღვის ყველაზე დიდი გემების მიღება შეეძლება. ეს უფრო მიმზიდველს გახდის ტვირთბრუნვას, რომელიც ჩინეთიდან ან ზოგადად აზიიდან, კასპიის ზღვის გავლით, კავკასიის გადაკვეთით და შემდეგ დიდ ქართულ პორტში მოდის. თუ დიდი გემების მიღებაა შესაძლებელი საზღვაო გადაზიდვების მხრივ კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა მიენიჭება. მაგალითად, რუმინეთის მიმართულებით, რაც თავის მხრივ დუნაის მდინარეზე უფრო დიდ დატვირთვას შექმნის და შედეგად დუნაისპირა ქვეყნების სარგებელს მიიღებენ. აქ უზარმაზარი პოტენციალია, მაგრამ მთავარია, რომ საქართველოს ჰქონდეს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც შეძლებს უფრო დიდი გემების მიღებას და შეძლებს აღმოსავლეთით და დასავლეთით სარკინიგზო მიმოსვლის გაზრდას. არ შემიმჩნევია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას ამის გაკეთება უნდოდა. მაშინაც კი, როცა სხვა ქვეყნები, მათ შორის შეერთებული შტატები, მზად იყვნენ ინვესტიციისთვის. რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა გამჭვირვალობა. ინვესტორებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი ფული სწორად იქნება დაბანდებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. For sure. გარდა ამისა, მსოფლიოში ნებისმიერი პორტი უნდა იყოს დაცული კიბერთავდასხმებისგან, რომელთაც შეუძლიათ პორტის ოპერაციების პარალიზება და ასევე სხვა ტიპის საბოტაჟისგან. As well as other types of sabotage. The Russians do this all the time and რუსები ამას ხშირად აკეთებენ. და თუ საქართველოს უნდა რომ ამ მნიშვნელოვანი პროცესის ნაწილი იყოს, მოუწევს დაიცვას თავი რუსეთის ან ჩინეთის კიბერთავდასხმებისგან. Russian or Chinese cyber attacks. And my next question, Mr. General, you've been leading ბატონო გენერალო, თქვენ ხელმძღვანელობდით ამერიკის შეერთებული შტატების ევროპულ სარდლობას. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ყოფილი მაღალჩინოსანი, გაგვიზიარეთ თქვენი შეფასება შავი ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში უსაფრთხოების შესახებ. როგორ განვითარდება პროცესები უახლოეს მომავალში? Military situation in the eastern Black Sea region. So I think that the government of Georgia is missing a huge opportunity by ფიქრობ საქართველოს მთავრობა უზარმაზარ შესაძლებლობას უშვებს ხელიდან, როცა ზურგს აქცევს ევროკავშირსა და ნატოს.
it has handcuffed itself to a corpse, which is მან თავი მიაბა გვამს პუტინის რუსეთს. ვიმედოვნებ ეს შეიცვლება. ამავდროულად გავიხსენოთ, 11 წელზე მეტია რუსეთს ყველანაირი უპირატესობა ჰქონდა და მაინც ვერ დაამარცხა უკრაინა. Russia had every advantage and they have failed to defeat Ukraine. They still only have კვლავ უკრაინის ტერიტორიის მხოლოდ 19%-ზე აქვს კონტროლი. over 1 million casualties. The Russian army has დანაკარგი დიდია, მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა. რუსეთის არმია შეჩერებულია. რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ამ ომში ფაქტორი აღარ არის. The Russian Air Force has failed to რუსეთის საავიაციო ძალებმა ვერ მოიპოვეს საჰაერო უპირატესობა და რაც შეუძლიათ მხოლოდ უდანაშაულო ადამიანების დაბომბვა. ასე რომ, როდესაც დღევანდელ ვითარებაზე ვფიქრობ, დიახ, უკრაინელებს ძალიან უჭირთ, რადგან რიცხობრივად ჩამორჩებიან, მაგრამ მაინც შეაჩერეს რუსეთი. But still they have stopped Russia. And I think და თუ დასავლეთის შეერთებული შტატები, კანადა, ყველა ევროპელი პარტნიორი და წყნარი ოკეანის რეგიონში მდებარე ის ქვეყნები, რომელთაც უკრაინა აინტერესებთ, რუსეთისთვის ნავთობის ექსპორტის, კრემლის ჩრდილოვანი ფლოტის შესაჩერებლად ერთად გამოიყენებენ ყველანაირ ეკონომიკურ ინსტრუმენტს და თუ გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღდგენის დასაფინანსებლად გამოიყოფა, მდგომარეობა გაცილებით უკეთესი გახდება, თან სწრაფადაც. this would be a much better situation and relatively quickly.